მოგესალმებით, წარმოგიდგენთ აბის ნამოსახლარის არქეოლოგიური განხილვის ანგარიშს, რომელიც ჩატარდა 2025 წლის აგვისტოში. აბის გორა მდებარეობს სამცხეში, ქალაქ ახალციხის სამხრეთ-დასავლეთით, მისგან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით, აბის ნასოფლარის ტერიტორიაზე, თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით სოფელ ხაკის ტერიტორიაზე. სოფელი აბი მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში და 1870 წლის აღწერით სოფელში დაახლოებით 11 კომლი ცხოვრობდა. ხოლო 1914 წლის რუკაზე კი სოფელი უკვე აღნიშნულია როგორც აბის ნანგრევები. თქვენ ხედავთ რუკაზე მონიშნულ პატარა მართკუთხა აღნიშნებს, რომლებიც აღნიშნავს ნასოფლარ აბის ნანგრევებს, რომელიც დღესაც კარგად აღიქმება მიწის ზედაპირზე. მაგრამ გარდა ამისა, ნასოფლარის სამხრეთით არსებულ გორაზე კარგად ჩანს ერთი დიდი ზომის ნანგრევები, რომლებიც ასევე მონიშნულია რუკაზე. სწორედ ამ გორაზე 2022 წელს თესეუს არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტების მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად დადასტურდა ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლეულის ნამოსახლარი. დაზვერვების შედეგად აღმოჩნდა, რომ რუკაზე დატანილი აღნიშვნები დიდი ლოდებით რაიმე შემაკავშირებლის გარეშე ნაგები გალავანია, რომელიც გორის თხემს შემოუყვება გარს. დაზვერვების დროსვე გორის სამხრეთ ფერდზე მცირე რაოდენობით შუა საუკუნეების მასალასთან ერთად აღმოჩნდა თიხის კონსტრუქციის ფრაგმენტი, ასევე ნავისებური ხელსაფქვავის ქვის ფრაგმენტი და ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლეულის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მათ შორის აღსანიშნავია კოლხური დერგის პირის ფრაგმენტი, რომელიც გამორჩეული ნიმუშია. ამ აღმოჩენებიდან გამომდინარე დაზვერვების დროს მიკვლეული არქეოლოგიური ძეგლებიდან 2025 წლის გათხრების ჩასატარებლად სწორედ აბის გორა ნამოსახლარი შეირჩა. ესე იგი, სამუშაოები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტით და ამავე უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების მონაწილეობით. მცირე დაფინანსების გამო საველე სამუშაოები მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა. გორაზე სულ 2 თხრილი გაიჭრა, პირველი გორის თხემზე თავდაცვით კედელთან და მეორე გორის სამხრეთ ფერდზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც 2022 წელს დაზვერვების დროს მოპოვებული არტეფაქტების უმრავლესობა აღმოჩნდა. მეორე თხრილის გაჭრის მიზანი იყო მიგვეკვლია და შეგვესწავლა ნასახლარის რომელიმე ნაგებობა. მეორე თხრილი ზუსტად დაემთხვა ერთ-ერთი ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს. და როგორც აღმოჩნდა, ნაგებობის ასაგებად ჩაუჭრიათ მომწვანო ფერის კლდოვანი ქანი, და ჭრილის გასწვრი ქვის კედლებით ამოუშენებიათ. ამჟამად შემორჩენილია ამ კედლის მხოლოდ ქვედა მცირე ნაწილი. ნაგებობის ნაშთებიდან ასევე საინტერესო არქეოლოგიური გათხრების განმავლობაში გამოვლენილი დაახლოებით ოვალური ფორმის ვარცლისებური კერა, მასზე მიდგმული მართკუთხა ფორმის ნაცრით სავსე სანაცრე და თიხის იატაკის ნაწილი. მცირე სამუშაოების დროის გამო ნაგებობის იატაკის გამოვლენა მხოლოდ თხრილის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოესწრო. იატაკის ეს ნაწილი მოფენილი იყო სხვადასხვა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებით. და საინტერესოა სანაცრის კედელთან აღმოჩენილი თითქმის მთლიანი ცალყურა ტოლჩა და დანარჩენი ფრაგმენტებიდან ასევე მოხერხდა 5 სხვადასხვა ჭურჭლის ნაწილობრივ აღდგენა. მათ შორის არის კიდევ ერთი მოშავოდ გამომწვარი ტოლჩა და ერთი ქოთანი.
ასევე დერგის გვერდის ფრაგმენტი და სავარაუდოდ ამ ჭურჭლების ფრაგმენტების გარკვეული რაოდენობა იატაკის იმ ნაწილზე ყრია, რომელიც გაუთხრელ ფართობშია მოქცეული სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს. გორის ამ ნაწილში მოპოვებული კერამიკულ მასალას მუქი ფერის კეცი აქვს. გვხვდება შავი, ნაცრისფერი და ყავისფერი შეფერილობის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მათი უმრავლესობის კეცში მსგავსად ბორჯომის ხეობის სამაროვნების ძველი წელთაღრიცხვით მე-8-მე-7 საუკუნეების თიხის ნაწარმისა გარეულია მბზინავი კვარცის თუ ქარცის მინარევები. ასე იგი მეორე თხრილი გრუნტის გზის პირასაა გაჭრილი და ამ გზის სიმაღლიდან იატაკი სულ რაღაც 20 სანტიმეტრით ქვემოთ აღმოჩნდა. ერთ ადგილას კი თხრილის გარეთ თხრილის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან იატაკი და მასში ჩადგმული ქვის დიდი ზომის სანაყი ფაქტიურად გზის ზედაპირზე იყო და შემთხვევით გამოჩნდა ესეც. რაც შეეხება კერას, იგი დალესილი იყო სპეციალურ შემაღლებაზე. კერა 1 მეტრი სიგრძისაა და სრულადაა შემორჩენილი მისი ბრტყელი ძირი. ასევე დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები, თუმცა დაკარგულია სამხრეთი და აღმოსავლეთ კედლები. ამ კონსტრუქციის ზუსტი ანალოგი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ დაახლოებით მსგავსი კერას საკურთხევლების ფრაგმენტები, თუმცა მართკუთხა ფორმის, აღმოჩენილია ციხიაგორას აქემენიდური ხანის ფენაში. განსხვავებულია ნაგებობაში აღმოჩენილი სანაცრეც, რადგან მისი სიმაღლე იატაკიდან 45 სანტიმეტრია და არც მისი ანალოგები არ გვხვდება, ჩვენთვის არ არის ცნობილი აქამდე. ესე იგი, პრეპარაციის პროცესში იატაკზე და კულტურულ ფენაში სხვადასხვა სიმაღლეზე, გარდა თიხის ჭურჭლისა, ასევე აღმოჩნდა ღორის თავის ქალა, ირმის რქა, ნამგლის ჩასართი, ასევე მრავლად იყო გახრეტილი ფალანგები, ჭურჭლის ხუფის ფრაგმენტები და სხვადასხვა ნივთები. ამ მასალიდან გამორჩეულია განსაკუთრებით ერთი ქვის არტეფაქტი, რომელიც დაახლოებით ცილინდრული ფორმისაა და გარშემო ამოღარული ხაზი შემოუყვება. ეს ნივთი კერაში ჩაცვენილ ბათქაშებს შორის კიდევ ერთ ქვის არტეფაქტთან ერთად კვერცხისებური ფორმის ოდნავ გაპრიალებულ ქვასთან ერთად აღმოჩნდა. და დაახლოებით იგივე პერიოდის მსგავსი ქვის ნივთები საქართველოში აღმოჩენილია გრაკლიან გორაზე, ასევე ფიჭვნარში და ბობოყვათში და გრაკლიანის ცალის და ასევე სამხრეთ ევროპის ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ძეგლების ასეთივე ნივთების შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ისინი შეიძლება საწონები იყოს, ხოლო ბობოყვათის და ფიჭვნარის ცალები ამირან კახიძესა და შოთა მამულაძეს მოხსენიებული აქვთ როგორც ქვის ჩაქუჩები. ახლა კი გადავალთ პირველი თხრილის აღწერაზე. რაც შეეხება პირველ თხრილს, როგორც თქვი, ის გაივლო გორის თხემის ჩრდილოეთ კიდეში, იმგვარად რომ თავდაცვითი კედლის ხილული დიდი ზომის ლოდები თხრილის შუაში მოექცა და მიწის ზედაპირიდან საშუალოდ 70 სანტიმეტრის სიღრმეზე კედლის დიდი ზომის ქვებთან მათ სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს გამოჩნდა წვრილი ქვების ყრილი. ყრილის სიგანე ჯამში 1.5 მეტრია. და ყრილი წვრილი ქვების მსგავსი ეგრეთ წოდებული ხურდა ქვების მსგავსია, რომელიც როგორც წესი დიდი ზომის ქვების ნაგები კედლის ორ საპირე წყობას შორისაა ხოლმე მოთავსებული და აბის პირველ თხრილში დიდი ზომის ქვები ზემოდან ადევს ამ ხურდა ქვების ყრილს. ამიტომ საფიქრებელია, რომ თავდაცვითი კედლის სამხრეთი საპირე წყობა დროთა განმავლობაში ხურდა ქვის ყრილზე გადმოცურდა, ხოლო ჩრდილოეთ საპირე წყობა ჩამოინგრა და დაიკარგა. რადგან საველე სამუშაოებისთვის მხოლოდ ერთი კვირა გქონდა, უკვე მესამე დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც მეორე თხრილში კერა და სხვა კონსტრუქციები აღმოჩნდა, თავდაცვითი კედლის შესწავლა შევწყვიტეთ, დავაკონსერვეთ და მეორე თხრილის ნაგებობის გაწმენდაზე კონცენტრირდით. შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ იმის გარკვევა, ეს თავდაცვითი კედელი მეორე თხრილში აღმოჩენილი ნაგებობის მსგავსად ძველი წელთაღრიცხვით მე-8-მე-6 საუკუნეებს მიეკუთვნება თუ სხვა პერიოდს. ისე კი მნიშვნელოვანია, რომ მომიჯნავე ისტორიული კუთხისგან, ჯავახეთისგან განსხვავებით, სადაც უდუღაბოდ დიდი ლოდებით ნაგები თავდაცვითი ნაგებობები მრავლად არის აღმოჩენილი, სამცხეში მსგავსი კონსტრუქციები თითქმის უცნობია. აბის გორა ბუნებრივად დაცულია სამი მხრიდან, დამრეცი ფერდობებით და დასავლეთის მხრიდან მდინარის ღრმა ხევით. სამხრეთ მხარეს კედლის გასწვრივ ჩაღრმავება შესაძლოა თავდაცვითი თხრილის ნაშთიც კი იყოს. გარდა ამისა, გორიდან კარგად ჩანს ახალციხის ქვაბულის უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით მტკვრის ხეობა აწყურის მიმართულებით. ამ მონაცემების გათვალისწინებით შესაძლოა თავდაცვით ნაგებობას გარკვეულ პერიოდში მნიშვნელოვანი როლიც კი ჰქონდა, მაგრამ სამდღიანი სამუშაობით რა თქმა უნდა, ამას ვერც დავამტკიცებთ და ვერც ვუარყოფთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.
მეორე პრეზენტაცია შეეხება სოფელ იხტილასთან ჩატარებულ ექსპედიციას. Რამდენიმე არქეოლოგიურ ძეგლია პატარა ტერიტორიაზე და სანამ უშუალოდ გასულ წელს ჩატარებული გათხრების შესახებ დავიწყებ, მანამდე პატარა შესავალს გავაკეთებ. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ეს გათხრები არის ნაწილი პროექტისა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიურ პროექტს უწოდებთ. ეს ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იტალიური ორგანიზაცია ISMEO-ს კოლაბორაციით. 2017 წლიდან მუშაობთ ამ პროექტის ფარგლებში ჯავახეთის ტერიტორიაზე. ძირითადად თავდაპირველად ეს იყო ხოლმე ერთკვირიანი, ორკვირიანი სამუშაოები, დაზვერვები. ხოლო რაც შეეხება არქეოლოგიურ გათხრებს, 2023 წელს დავიწყეთ პირველად და ეს იყო მეღრეკის გორაზე, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. აი ამ ტერიტორიას ეწოდება მეღრეკი, მარჯვნივ თქვენ ხედავთ მეღრეკის კომპლექსს და მარცხენა მხარეს არის ორი გორა, ერთმანეთის გვერდიგვერდ მეღრეკის ციხე 1 და მეღრეკის ციხე 2. მეღრეკის კომპლექსი შედგება ეკლესიის ნანგრევებისგან, ტაძრის ნანგრევებისგან, რომელსაც გარშემო მეგალითური გალავანი შემოუყვება და გარდა ამისა ამ გალავნის შიგნით კიდევ ჩანს ნაგებობის ნაშთები. ეს მეღრეკის კომპლექსი ადრევე უკვე დიდი ხანია ცნობილია, მათ შორის რამდენიმე პუბლიკაციაშიც არის გამოქვეყნებული. და მოკლედ ეს ძეგლი მანამდეც უკვე კარგად იყო ცნობილი. რაც შეეხება მეღრეკის ციხეს, მისი ასე ვთქვათ აღმოჩენა ცუდ ფაქტთან არის დაკავშირებული. 2013 წელს აქ ახალი გზა გაიყვანეს, რა დროსაც ეს გორის ფერდი ჩამოჭრეს დიდ ნაწილზე და ძალიან დიდი ზომის კულტურული ფენები დაზიანდა. რაც და 2013 წელს ამ სააგენტოდან იყო ბატონი იულონ გაგოშიძე, მან მოინახულა ეს ძეგლი და ეს ინფორმაციაც მას ეკუთვნის. შემდეგ უკვე დიმიტრი ნარიმანიშვილიც იყო ამ ძეგლზე, ამ ციკლოპური ნაგებობის შესახებ გამოქვეყნებული თავის წიგნშიც აქვს მოხსენებული მეღრეკის ციხე და რაც შეეხება მეღრეკის ციხე 2-ს, ის არ ყოფილა მანამდე ცნობილი, სანამ დიმიტრი ნარიმანიშვილი აღმოაჩენდა, ანუ პირველად მან მიაკვლია და გამოაქვეყნეს თავის წიგნში. და გარდა ამისა, პატარა ზომის ქვაყრილებს, როგორც ხედავთ ამ სამ ძეგლს შორის არის ქვაყრილები, მათი ზომა, დიამეტრი 3-დან 6 მეტრამდე მერყეობს დაახლოებით. და შესწავლილი არ არის, მაგრამ თვითონ ამ მოკლე სტატიაშიც იულონ გაგოშიძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შეიძლება ეს სამარხები იყოს. მაგრამ როგორც გითხარით, შესწავლილი არ არის და წინასწარ ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ნამდვილად სამარხებია თუ არა, იმიტომ რომ მაგალითად ისევ ჯავახეთში ახალქალაქის რაიონში ოკამის გორაზე ციხის გათხრების პარალელურად იყო იქ მსგავსი ქვაყრილები და ზოგიერთი მათგანის გათხვრის დროს ნამდვილად აღმოჩნდა სამარხი, ზოგიერთი მათგანის ქვეშ არაფერი არ იყო, ასე რომ სანამ არ გაითხრება ამ სამარხებზე ზუსტად ვერაფერს ვერ ვიტყვით. ამ მეღრეკის ციხეზე ეს თავიდან რაც ეს გორა ჩამოჭრეს, ჭრილშივე ჩანს ძალიან სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები. გორის ზედა ნაწილში არის ციხის ნაშთები, უბრალოდ გალავნის და სხვადასხვა შენობების. დიმიტრი ნარიმანიშვილის მოხსენებული აქვს როგორც ციკლოპური ციხესი, მაგრამ ეს გორა მეორე მხრიდანაც დაზიანებულია, ტრაქტორით არის მთელი გალავანი გაჭრილი და დაზიანებული ნაწილში ჩანს, რომ დუღაბითაა ნაშენი და ალბათ შუა საუკუნეების მიეკუთვნება როგორც ჩანს და ციკლოპური არ არის და ის იქიდან გამომდინარეა, რომ ჯავახეთში ყოველთვის მაღალი ბალახია, ხოლმე ძირითადად ყველა მსგავს გორა ნამოსახლარზე და რთულია ის კარგად დანახვა კედლის წყობის და ასე შემდეგ თითქმის მთელი წლის განმავლობაში რთულად ჩანს ეს კედლის კონტურები დრონითაც კი სიმაღლიდანაც. ეს
კულტურული ფენები ამ გორაზე თითქმის 8 მეტრს აღწევს სისქეში. როგორც გითხარით, რამოდენიმე სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა ამ გორაზე, ზემოთ არის შუა საუკუნეები, შემდეგ მოდის ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლეულის ნაშთებიც არის და ყველაზე ქვემოთ არის ადრებრინჯაოს ხანის ფენა. ეს ყველაფერი გათხრების დაწყებამდევე ჭრილიშივე ჩანდა, იმიტომ რომ ამ დაზიანების დროს იატაკები პირდაპირ ჩამოჭრილი და 5-6 და ზოგან უფრო მეტი იატაკის დონეც პირდაპირ ესე ჭრილში ჩანდა. როგორც გითხარით, 2023 წელს დავიწყეთ გათხრები პირველად ამ გორანამოსახლარზე, ერთი თხრილი გაკეთდა და 2004 წელს ეს თხრილი გავაფართოვეთ. ამ პირველ თხრილში 2-დან 3 მეტრამდე სისქის მიწის ფენა, როცა ავიღეთ ამ ფენაში იყო კერამიკის და სხვა არტეფაქტები ჩნდებოდა, მაგრამ ასე ვთქვათ, უძრავი ფენა, შენ ნაგებობის ნაშთები ან ასე შემდეგ არ აღმოჩენილა, მხოლოდ თხრილის ბოლოში, ეს მარჯვენა მხარეს სადაც არის აღნიშნული, გამოჩნდა აი ამ ნაწილში მხოლოდ თხრილის ბოლოში გამოჩნდა თიხის კონსტრუქციის ფრაგმენტი, შემდეგ სლაიდზე გადავა, რომელიც ხოვლური ღუმელის მსგავსი კონსტრუქცია, მაგრამ როგორც იცით, ხოვლურ ღუმელს საცეცხლე და საცხობი კამერები უფრო მაღლა აქვს და ამ შემთხვევაში ეს კამერის ჭრილი ფასადზე პირდაპირ იატაკის დონიდან იწყება. ამიტომ ასე ვთქვათ, ზუსტი ანალოგი ხოვლური ტიპის ღუმელის არ არის, განსხვავებულია. კიდევ განსხვავდება ხოვლური ტიპის ღუმელისგან იმით, რომ იატაკი საერთოდ არ აქვს, პირდაპირ მიწაზეა დაშენებული ეს ღუმელი და შიგნით აღმოჩნდა ერთი ჭურჭელი, თუმცა როგორც ჩანს ცეცხლის ზემოქმედების გამო იმდენად იყოს დამწვარი, რომ მისი აღდგენა ვერ მოხერხდა, ნაცარივით იფხვნებოდა. და გარდა ამ პატარა კუთხეში ამ შენობის ბაქანიც იყო გადარჩენილი, რომელიც ამ ღუმელის დასავლეთით იყო კედელზე მიდგმული და ამ ბაქანზე აღმოჩნდა ესეთი თიხის ფირფიტა, რომელიც დაახლოებით თევზის თავის ფორმისაა. ამ ფირფიტაზე თითქოს საღებავის კვალიც ჩანს, წითელი და მომწვანო ფერის საღებავების, ესეც ძალიან დაზიანებული და სამწუხაროდ მთლიანად არ არის შემორჩენილი. ზოგადად ამ ტერიტორიაზე მსგავსი თიხის ფირფიტები ბევრი არის აღმოჩენილი, მეორე ნაგებობა აღმოჩნდა გვერდზე და იმ მეორე ნაგებობის ერთ-ერთ იატაკზე ეგდო კიდევ ესეთი თიხის დეკორატიული დეტალი, რომელიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ძველი წელთაღრიცხვით პირველი შუა საუკუნეების ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლეულის შუა ხანების ნაგებობის იატაკზე აღმოჩნდა ტრაქტორის ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, როცა ჩამოჭრეს გორა, როგორც ჩანს ეს იატაკი მოშიშულდა და ჩამოვარდა ეს დეტალი ამ იატაკზე და შენ მოგვიანებით ისევ დაიფარა მიწით. კიდევ განსხვავებული თიხის ფირფიტებიც აღმოჩნდა, სულ ჯამში 20-მდე ესეთი ფირფიტა აღმოჩნდა, დანარჩენები ძირითადად უფრო პატარა ზომისა. და ეს ფირფიტები ამ ფირფიტების თარიღსაც შეეხება, ის შეიძლება ადრებრინჯაოს ხანასაც მიეკუთვნებოდეს. გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით მსგავსი ფირფიტები აღმოჩენილია ისევ აქვე ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დგაშენი ერთის ნამოსახლარზე. ეს ფირფიტები ახალქალაქის მუზეუმშია დაცული, მოვინახულეთ და საკმაოდ გავს ეს დამუშავებით ტექნიკით მეღრეკზე აღმოჩენილ ამ ფირფიტებს და ამდენად შესაძლებელია მსგავსი ფირფიტები მეღრეკზე აღმოჩენილი ადრებრინჯაოს ხანას ეკუთვნოდეს და ესეც იგივე მიზეზით იყოს აღმოჩენილი მოხვედრილი შემთხვევით უფრო გვიანდელი ნაგებობის იატაკზე. რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ამავე იატაკზე ტიპიური მტკვარ-აქსური ჭურჭელისთვის დამახასიათებელი ყურიც არის ნაპოვნი. ზოგადად ამ 2023-24 წლებში კიდევ მრავალი სხვა მცირე ზომის არტეფაქტი აღმოჩნდა, ძვლისგან დამზადებული ნემსები,
სასრესები, ბორბლის მოდელი, კვირის ტავი, ნამგლის ჩასართები, ისრისპირი, საკიდი, დანის ძვლის სტარი და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა მასალისა აღმოჩნდა აი ზედა ფენებში, სადაც არეულია ეს შუა საუკუნეები, რკინის ხანა და ადრებრინჯაო ერთმანეთში არეული. იმ ფენებში აღმოჩნდა ჯითად და ინსტიტუტ მდგომარეობაში ამ არტეფაქტების უმრავლესობა არ აღმოჩენილა. უკვე 2025 წელს დავიწყეთ პირველი და მეორე ნაგებობების იატაკების აღება და ქვედა დონეზე დასვლა. მეორე ნაგებობაში, როგორც ხედავთ, ჩრდილო-დასავლეთის კედელს მიდგმული აქვს ორი ბაქანი, ბაქანი მიდგმული აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელსაც და ბაქნების გაწმენდის, დაფიქსირების და ასე შემდეგ აღების შემდეგ გამოჩნდა, რომ დაახლოებით 10 სანტიმეტრის ქვეშ ისევ ბაქნის ნაშთი იყო და იგივენერად იატაკი რომ ავიღეთ 10 სანტიმეტრში კიდევ სხვა იატაკი აღმოჩნდა. და ასე იყო სამი იატაკის დონე მეორე ნაგებობაში, 4 იყო პირველ ნაგებობაში, ძალიან მცირე მანძილი იყო ამ იატაკებს შორის დაშორება და როგორც აღმოჩნდა ბაქანი იქნებოდა თუ იატაკი, როგორც ჩანს დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ აქ და ძალიან ბევრჯერ იყო განახლებული. ასევე მეორე ნაგებობასა და პირველ ნაგებობის გამყოფი კედელიც გოდიშით ძალიან ბევრჯერ არის გადაკეთებული. ზოგჯერ უფრო ინტერიერის მხარეს იწევდა კედელი, ზოგჯერ უფრო ვიწროვდებოდა. და ან ქვედა იატაკის დონეები, როგორც ჩანს, არც ხანძრის შედეგად არ არის დანგრეული, იმიტომ რომ ნახშირები თითქმის არ არის საერთოდ და არც რაიმე ნგრევის გამო, როგორც ჩანს, უბრალოდ ზიანდებოდა და ამის გამო ანახლებდნენ და განაახლეს რამოდენიმეჯერ. და რახან თვითონვე ანახლებდნენ არტეფაქტები, ეს თიხის ჭურჭელი იქნებოდა თუ სხვა რამ, თითქმის არ გვხდება, ძირითადად რაც არის აღმოჩენილი, მაგალითად ძვლის ნემსები აღმოჩენილია კედელში ჩაყვა, როგორც ჩანს შემთხვევით და ასეთ ადგილებში ეს არტეფაქტები აღმოჩენილი, თორე თვითონ იატაკზე თითქმის არაფერი არ გვხდებოდა. და ჩანახაზი. ჩრდილო-დასავლეთის მხარეს სავარაუდოდ კიდევ ერთი ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი, სამწუხაროდ ამ ნაგებობებს უდიდესი ნაწილი ჩამოჭრილი აქვს და სხვა კონსტრუქციები თიხის კონსტრუქციები ამ ნაგებობებში რა იყო, არ ვიცით ჯერჯერობით. ეს უკვე 2005 წელს აღმოჩენილი, რაც ფალანგები ხდება ხოლმე ზოგადად ამ პერიოდის ძეგლებზე, განსხვავებული არაფერი. და აი პირველი ნაგებობის ტერიტორიაზე რამდენიმე იატაკის დონები რომ ავიღეთ, ბოლოს გამოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის იატაკი, რომელზეც ორი ჭურჭელი იყო ჩადგმული. სამწუხაროდ ეს ადრებრინჯაოს ხანის იატაკიც ძალიან დაზიანებულია, მაგრამ რახან ეს ორი ჭურჭელი თავის ადგილზე იატაკზე იდო, ეს შედის ადრებრინჯაოს ხანის იატაკის დონე შედის ნომერ მეორე ნაგებობის ქვეშაც და იმედია იქაც გადარჩენილი იქნება მთლიანი ჭურჭლები ინსტიტუტ მდგომარეობაში. და ამ იატაკის შემორჩენილი ნაწილზე ასევე დაფიქსირდა თიხის კერა შვერილებიანი, უბრალოდ ფრაგმენტია, მხოლოდ მესამედი ნაწილია მისი შემორჩენილი. როგორც ჩანს, ეს შვერილებიანი კერა დაზიანდა და მოგვიანებით ის განაახლეს, ოღონდ არა თიხით, არამედ სამი ქვა შემოულაგეს გარშემო. ეს მეოთხე ქვაც, რომელიც გვერდზეა გადავარდნილი, ისიც ამ კერის ნაწილი იყო სავარაუდოდ. რაც შეეხება მეყრიკის ციხე-ორს, აქ დიდი კედელი შემოუყვებოდა გორის თხემს და გარდა ამისა, მის შიგნით კიდევ ერთი დიდი ნაგებობა იყო, რაც მიწის ზედაპირზევე ჩანდა. და გადავწყვეტეთ აქაც რამოდენიმე საცრელი თხრილი გავგვეკეთებინა, რომ გავგვეგო რა ტიპის ძეგლთან მქონდა საქმე. პირველი თხრილი გორის ჩრდილოეთ კიდეში გაკეთდა, სადაც გავწმინდეთ კედლის ერთი ნაწილი
თითქმის 2 მეტრი იყო ამ კედლის სიგანე. გვერდებს საპირე წყობა დიდი ლოდებით არის და შუაში არის ხურდაქვით შევსებული და ამ გორის სამხრეთ კედლის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ავიღეთ მიწის ფენა, თუმცა დაახლოებით 30 სანტიმეტრზე უკვე კლდეზე დავედით და მეტი კულტურული ფენები უფრო ღრმად არ მიდიოდა. მაგრამ ამ 30 სანტიმეტრის სისქის მიწის ფენაშიც აღმოჩნდა საინტერესო არტეფაქტები. ძალიან მცირე რაოდენობით იყო შუა საუკუნეების უსახური ფრაგმენტები და დანარჩენი ნაწილი ამ კერამიკური მასალისა იყო ადრებრინჯაოს ხანის, მაგალითად ეს შავი ფერის რელიეფური სპირალებით გაფორმებული ჭურჭლის პატარა ფრაგმენტი, ასევე აქ აღმოჩნდა დიდი ზომის კაჟის ნაგლის ჩასართი და საკიდი, რომელიც ქარვის მსგავსი მასალისგან არის დამზადებული, თუმცა რა პერიოდისაა, ეს არ ვიცით. მეორე თხრილი ამ დიდი ნაგებობის კუთხეში გაკეთდა და ამ თხრილში გამოჩნდა ახალი კედელი, რომელიც მანამდე არ ჩანდა. ამ ნაგებობის კედლის ქვეშ შედის და შესაბამისად უფრო ძველი კედელია. გარდა ამისა, განსხვავდება მშენებლობის ტექნიკითაც, თუ ის ზედა კედელი, რაც მანამდე ჩანდა, ორი საპირე წყობით არის აგებული გვერდებზე დიდი ქვებით და შუაში ხურდაქვით. ეს ქვედა კედელი სხვადასხვა ზომის ქვებითაა, უფრო ესეთი არეული წყობა, ასე ვთქვათ. და ამ კედლის აღმოსავლეთით უფრო კლდოვანი ქანი გამოჩნდა, მაგრამ დასავლეთ მხარეს კულტურული ფენა 1 მეტრზე ჩავედით და კიდევ გრძელდება ქვემოთ და ამ ნაწილში, თხრილის ამ ნაწილში აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის კერამიკა, როგორც ჩანს, ადრებრინჯაოს ხანაში მოსახლეობა სახლობდა როგორც მეღრიკის ციხეზე, ისე მეღრიკის ციხე ორზე. ასევე ზედაფენაში ჰუმუსში აღმოჩნდა ყუნწიანი კაჟის სისრისპირი, ესეც ადრებრინჯაოს ხანისთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთი ამ პერიოდის ჭურჭელი. აი ამ კედლის დასავლეთით ეს ფენა ჩადის ჯერჯერობით კიდევ ქვემოთ. რაც შეეხება მეღრიკის კომპლექსს, ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ჯავახეთში და თრიალეთშიც არის საკმაოდ ბევრი ეკლესია, რომელსაც გარშემო გალავანი შემოსდევს და არსებობს ესეთი ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს გალავანი, რაც გარშემო ეს ციკლოპური გალავნები, რაც გარშემო შემოუყვება ამ ეკლესიებს, შეიძლება უფრო ძველი იყოს და მოგვიანებით იყოს აქ აგებული მის შიგნით. ეს ორი მაგალითია, ეს ასფარა და თრიალეთში თეჯის, თუმცა კიდევ ბევრი არის, მაგალითად თვითონ მეღრიკთან ახლოს იხტილაში არის ასევე მსგავსი გალავნის შიგნით ეკლესია, სულდაში და ასე შემდეგ. ავარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ამ გალავნის შიგნით ნაგებობები არ ჩანდა, იმიტომ რომ ეს ნაგებობები სავარაუდოდ შუა საუკუნეებს მიეკუთვნებოდა და ჩვენ ამ შუა საუკუნეების ნაგებობის გათხრას არ ვაპირებდით და სადაც კედლები არ ჩანდა, იმ ადგილას გავაკეთეთ ერთი საცდელი თხრილი. და ამ თხრილში გამოჩნდა ქვის ფილებით მოგებული იატაკი, რომელიც როგორც აღმოჩნდა შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, იმიტომ რომ ბევრი მასალა აღმოჩნდა ამ იატაკზე, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები შუა საუკუნეების ხანის, დაახლოებით მე-11-მე-13 საუკუნეების, კვირისტავი, მინის სამაჯურის ფრაგმენტი, ბრინჯაოს ხვია და ასე შემდეგ, ყველაფერი ამ საუკუნეებზე მიუთითებს. გარდა ამისა, თვითონ ტაძარიც, რომელიც ამ გალავნის შიგნით მდებარეობს, იგივე პერიოდით არის დათარიღებული. ამ იატაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იატაკი დაზიანებული იყო და ამ დაზიანებულ ნაწილში გავაგრძელეთ ფენების მოხსნა 1.5 მეტრ სიღრმეზე ჩავედით ამ ორმოში და ეს კულტურული ფენა ისევ გრძელდებოდა, თუმცა ისევ შუა საუკუნეების მასალა იყო მხოლოდ. და ამ ორმოს ჭრილიდან როგორც გამოჩნდა, ქვის ფილების იატაკის ქვეშ სხვა უფრო ძველი ფენა არ იყო და პირდაპირ მოვარდისფრო ფერის თიხნარ ფენაზე იყო დალაგებული, რომელიც ზოგ შემთხვევაში დიდ ლოდებსაც შეიცავს და ეს ფენა აბსოლუტურად სტერილურია, არაფერი ამ ფენაში არ იყო. ანუ პირდაპირ ამ სტერილურ ფენაზე პირდაპირ შუა საუკუნეების იატაკია და უფრო ძველი ფენა აქ არ დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად იმას არ გულისხმობს, რომ
მეღრეკის ან თუნდაც სხვა შემთხვევაში სადაც ტაძარი ამ ციკლოპური გალავნის შიგნითაა ჩადგმული ყველა ციკლოპური გალავანი შუა საუკუნეებს მიეკუთვნება მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ერთი თხლის გაკეთებით არ დადასტურდა არც ის რომ მსგავსი გალავნები აუცილებლად ძველი უნდა იყოს და არც ის რომ აუცილებლად შუა საუკუნეებს მიეკუთვნება მადლობთ ყურადღებისთვის კი ყველა ერთ გავართინ თუ გიცნიათ თქვენ ახლა მესხი ბრძანდებით მონიცარმაშობით არა? ხო. აი მეღრეკი ეტიოლოგია როგორი არის მაგის? ანდა იმიტომ რატომ გეკითხებით ქართლში არის შიდა ქართლში არის მეღრეკისი. ხო და როგორც იქიდან მოძრაობა ყოველთვის იყო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ როცა შემოსევები იყო. შემოსული აქ მე მაგისი ახსნა არ ვიცი როგორია და იქნებ მესხეცი აქვს ამას რაღაც ახსნა ეს იყოს ეს ერთი კითხვა. მე ყვარაღაცის თქვენ გაწმიდეთ ის დაზიანებული პროფილი არა გორის რომელშიც ეს ფენები არის გაშიშვებული. რა მდგომარეობა სულ ქვევით რა დონის ყვარაღაცია რა დროის ყვარაღაცია ეს ორი ჭურჭელია მხოლოდ შემორჩენილი და ამის მიხედვით არ ვიცი სხვა მეტი ამ ეტაპზე არ აღმოჩენილა სხვა მასალა. საერთოდ როგორც წესი ნამოსახლარებში ქვის ნამოსახლარებში ახლდება ხოლმე გამოხვეთა ამ ყველაფერს ხრიან და შენობაში ძნელია რიგ შემთხვევებში კედელი შეიძლება ძველი იყოს და აქ კედელიც არ ჩანს 1 მეტრანახევარი აქვს სიგანე და 2 მეტრი სიგრძე სულ ამ იატაკს რაც გამოჩნდა მეტი ფართობი არ არის და ამ ფართობზე მხოლოდ კერა და ეს ორი ჭურჭელია აღმოჩენილი. ხო ძალიან იატაკი არის ძალიან დეფორმირებული 5 სანტიმეტრია ზოგან აცდენილი ბზარები აქვს და ასე შემდეგ. და მანამდე იყო ის კერა როგორც ჩანს დაზიანებული და მე რექვებით შეაკეთეს. კი, ეს როგორც მოგახსენეთ ქართული იტალიური პროექტია და იტალიური მხარე აფინანსებს ამ გათხრებს. მადლობა. ხო, როგორც იცით ამ ჯავახეთში დევი ბერძენიშვილი და სხვაებიც მუშაობდნენ და გამოცემულია ჯავახეთის ხუროთმოწყვრული გზამკვლევი და იქაც მოხსენებული ეს მეღრეკის კომპლექსი აღწერილია თვითონ სპეციალისტებიც არიან ჩართული და განხილული არის ხოლმე ამ პუბლიკაციაში თუ რამე ესეთი სახელის ტოპონიმის წარმოშობა ცნობილია მაგრამ იქაც არ არის ამ ესეთი მყარი ხო ახსნა იმათაც არ აქვთ და ვინც სპეციალისტია ამ საკითხის და თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა იქ როგორც უკვე სომხები ცხოვრობენ და იმათ ძველი ტოპონიმები შემორჩენილი არ აქვს თვითონ ვანქს ეძახიან ეკლესია და მაგიტომ ვანქი ეკლესია ხაი გორის ზემოდან დაახლოებით 2 მეტრის სისქის ფენა რო ავიღეთ ეს რაც შეერეული მასალა იყო. იმის ან პირველი ნაშთები ნაგებობის სულზე და რაც აღმოჩნდა იმ იატაკზე აღმოჩნდა ეს ფირფიტები. ერთი ბაქანზე შუახანები უნდა იყოს ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლების. არა. ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლების შუახანი. ხო, ეგ ავთქვი კი. აი ეს ხო და ეგ ვახსენე ზუსტად რომ ეს რაც ესეც რაც აღმოჩნდა სავარაუდოდ ადრბინჯაოს ხანას მიეკუთვნება და მერე შემთხვევით აღმოჩნდა ძველი ფენიდან ამ ჩვენც მას ვფიქრობთ რომ მაგ ნაგებობას არ ეკუთვნის და როგორც ის კვარაქსის ჭურჭლის ყური აღმოჩნდა ისე ეს ფირფიტებიც